აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. რუსლან აბაშიძემ ანგარიშის პირველ ნაწილში ძირითადად ყურადღება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ნეგატიური სოციალური შედეგების შემცირების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა. ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, რისთვისაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 1.6 მილიონ ლარი გამოიღო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და მთავრობის წევრების შეთანხმებით მეორე პლენარული სხდომა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის დეტალურ განხილვას დაეთმო. ანგარიშის მოსმენის შემდეგ ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე დასმულ აქტუალურ და კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხა. ჩვენ წინა სესიაზე გვქონდა მიღებული საკმაოდ ბევრი შეკითხვები 2019 წლის განხორციელებული სამუშაოებთან მიმართებაში და ბიუჯეტის შესრულებასთან მიმართებაში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად ამომწურავად გვეპასუხა ჩვენი დეპუტატების კითხვებზე, ასევე გაუზიარეთ ის ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რაც იყო განხორციელებული აფხაზეთის მთავრობის მიერ COVID-19 პანდემიის ბრძოლასთან მიმართებაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას უმაღლეს საბჭოსთან, იქნება ეს კომიტეტების დონეზე თუ კომისიების დონეზე დარგების მიმართულებით. ორი პლენარული სხდომა მიეძღვნა ამ საკითხს. და ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, მე მინდა გითხრათ, რომ ორივე მხარე, მთავრობაც და უმაღლესი საბჭოც არ ეკმაყოფილი ამ შემდგარი დებატებით, ანგარიშით, იმ კითხვებით, მათ შორის ძალიან მწვავე კითხვებით, კრიტიკული მოსაზრებებით, განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო აი ამ პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ეს ბუნებრივია ძალიან ესეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია. მართლაც დიდი მუშაობა იყო გაწეული, როგორც ენგურს აქეთ, ისე ენგურს გაღმა. მთავრობის ანგარიში ცნობად იქნა მიღებული და გადაწყდა, რომ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში უახლოეს სხდომებზე მოისმინონ შესაბამისი სამინისტროების ანგარიშები. კონკრეტული შეფასება მისცენ მათ მუშაობას და გასცენ რეკომენდაციები სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად.